ჩემო კარგებო ეთყობა ბევრს გიკვირთ ჩემი არ იყოს მე არა მე დიდი ხანი არაფერი არ მიკვირს მაგრამ შეიძლება ისე ხო შეექმნას ნებისმიერ ქართველს წარმოდგენა რომ აი გასაგებია კაცო დაიჭირეს ეს ღარიბაშვილი ბრალი წაუყენეს აგერ კორუმპირებულობაზე იქეთ მისი მოადგილეები ისინი ყველ ჩაყარეს რა მასა და კაცშვილი ერთი ინფორმაცია ავრცელდება იმაზე რომ აგერ უშიშროების მინისტრი მისი ნათესავები რომ დაიჭირეს ოკრუგში ლილუაშვილზე სიტყვა არავის არ უთქვია აგერ მაგალითად გომელაურზე კაციშვილი არაფერს არ ამბობს შეხედეთ გომელაური რა სუბთად ცდილობს აქედან გამოსვლას არა და მაგის ხელით იყიდებოდა ქვეყანაში ნარკოტიკი და იშავი ფული რო ტრიალებდა საიდან ტრიალებდა ჩერეს მაგის პოლიცია იყო პროსტიტუციით და ნარკოტიკის რეალიზაციით დაკავებული ქვეყანაში აბა სხვანაირად ჩავი ფული არ ტრიალებდა ჩერეს მაგით ტრიალებდა მაგი უშიშროების მინისტრიც იყო და მე შინაგან საქმეთა მინისტრიც იყო პირიქით მნიშვნელობა არა აქვს რა მაგის ხელში გადიოდა ძალოვანი იყო და მაგიტო კრიშავდა აკეთებდა გეგმავდა და რეალიზაციას ხელს კი არ უწყობდა უშუალოდ იყო რეალიზატორი დღეს მაგაზე არაფერს არ ლაპარაკობს რატო იცით ეს იმიტომ რომ ჩერეს ესენი ეს ღარიბაშვილი სასტავი და ესენი ჩვეულ ხასავით გაწირა მაგან გაწირა ღალატით გაწირა და ბიძინას უთხრა რომ აბა ბიძინ ესენი შენ ფულს გიტეხავენ და ბიძინას არ უყვარს რომ საფულს უტეხავენ საკუთარ ძმას არ აპატიებს ფულის მოტეხვას ასიზამთ ესეთი ბუნება აქვს და მაგიტო საბოლოო ჯამში კოცებში მიდის ასეთი ლაპარაკი ბიძინა ღალატს არავის არ პატიებს სამშობლოს ღალატს ბიძინა არავის არ აპატიებს არა და სინამდვილეში რა ხდება იცი ბიძინასნაირი ვირთხები და ის გომელაურისნაირი ნაბოზრები დღეს რო ცდილობენ ქართულ ხალხს რო ქონება დაუთვალონ გამიგე და მისი შვილი ყველა პოზაში რო ხმარობდა საქართველოს ბიუჯეტს მისი გაჩათლახებული შვილი სული ამ სიტყვის მნიშვნელობით რა 1000 რამე რო იკადრა ქვეყნის კორუფციის და რავი ნეპოტიზმის და რა ვიცი 1000 უბედურების ჩათვლით ამაზე მინდა რომ გითხრათ მასე ღალატით ასრულებს ყველა საბოლოო ჯამში თავის ყოფას თავის ბინძურყოფას სხვათა შორის ბიძინ ჯიგარო იულიუსე კეისარსაც უღალატეს შენზე მაგარი კაცი იყო აო რა მაგარი კაცი იყო შენ ვერ წარმოიდგენ ცკი არა შენ იმნაირი ვერასდროს ვერ იქნები და ბოლო სიტყვა იმ კაცის რა იყო იცი შენგან განსხვავებით აი რატომ იღალატეთო კი არაო რა ითო რა ხანჯალი ბევრმა დაარტყა შენც ბრუტუსო ღალატი კი არ ეწყინა ახლობელი ადამიანის მოღალატეობრივი ქმედება ეწყინა ყველაზე მეტად თუ რა ღალატი ეს მაგნაირ საქმეში ჩვეულებრივი მოვლენა უახლოესმა ადამიანმა გაწირა შენც მასე მოგედის მაგრამ შენ განსხვავებით იმისა რომ უახლოესი ადამიანისგან გეწყინოს რამე ჩემი ფულებიო ასე დაიყვირებ ბოლოში თუ ბუნება გაქვს ასეთი შენ დაბადებული კაცი მეორედ ვერასდროს ვერ გახდები კაცი პირველი შენ ახარ ვაჭარი და მიტო როგორ შეიძლება შენ კეისის სული გქონდეს იღალატებენ მაგენი დღეს რო შენთან ჩიტივით ამბებს მოარბენიებენ ხოლმე სოლოლაკის ბუდკაში